ესებს მოსაზრება, აი ეს კანონი, რომელიც პრაქტიკულად აკონტროლებს ფინანსებს და ვიცით ამ მხრივ რა მძიმე მდგომარეობაშია მედია, აკონტროლებს კონტენტს. და კიდე ვინ აკონტროლებს ამას? აი ვინ უნდა გააკონტროლოს ეს? ანუ მხოლოდ უნდა წარმოვიდგინოთ. აი მაგალითად შესაძლოა, არ ვიცი, მდინარაძე ისე მართლა აკონტროლებს მედიას, სამთავრობო მედიას, მიჩნეულია რომ ის არის პირდაპირ ხაზზე სამთავრობო ჟურნალისტებთან, ხო, როგორც ჩანს, უკვე ძალიან ხელისშემშლელია ის, რაც გადის, არ ვიცი, TV პირველზე, ის, რაც გადის მთავარზე, ფორმულაზე, კავკაზიაზე, პალიტრაზე თუ ასე და ასე შემდეგ. არ არის ბევრი, მაგრამ არის ძალიან დიდი წონა აქვს, რა თქმა უნდა, მედიას, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც გადის ტელეეთერში. მით უმეტეს აი პროპაგანდის ფონზე. აი როგორ ფიქრობთ, აი აქ რა შეიძლება გააკეთოს სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა, უნდა დადგეს თუ არა ჩვენ ორი მნიშვნელოვანი სლოგანი გვესმის აქციებზე, ეს არის უპირველესად გათავისუფლება პატიმრების, ასევე ხელახალი არჩევნები. ფიქრობ თუ არა, რომ დღის წესრიგში შესაძლოა იყოს აი ამ მათ შორის მედიის გათავისუფლებისთვის ბრძოლა, სლოგანად თუ არა, რა ვიცი, დაიგეგმოს აქციები და ასე შემდეგ. არსებობდეს თუ არა უნდა რაღაცა ტიპის საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ამაზე ხმამაღლა ისაუბრებს, თუ რა ტიპის წინააღმდეგობა შეიძლება გაუწიოს იმას, რომ მედიას ემუქრება, მედია არის საფრთხის ქვეშ. ხო, ეს ყველაზე დიდი დარტყმა იქნება ალბათ თუ ეს გაუვიდათ. იმიტომ რომ ის, რაზეც მე ვსაუბრობ, უბრალოდ იქნება ხელმიუწვდომელი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი. და ინფორმაცია არის ყველაზე ძვირფასი, ყველაზე მძლავრი იარაღი. თუ აღარ არის ინფორმაცია, არ ვიცი რის ანაბარა ვრჩებით ჩვენ ამის შემდეგ. მაგრამ იცით რა ვფიქრობ, რომ ერთი მხრივ რადგან ასეთ რაღაც დრაკონულ კანონებს და კანონებსაც ვერ დავარქმევ, რაღაცა ხო ფსევდოკანონებს ანონსებენ და იგონებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არიან ძალიან სუსტები, იმიტომ რომ მათ აღარ დარჩათ სხვა ბერკეტი გარდა იმისა, რომ აი ესე უკვე ცხადად გამოაჩინონ თავიანთი რეალური სახე, თავიანთი რუსული სახე. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ არ დაგვჭა სხვა გზა გარდა იმისა, რომ ეს მანქურთები მოვიშოროთ. როგორ უნდა მოვიშოროთ? ნუ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი წითელი ხაზები არის დადგენილი და ეს არის მშვიდობიანობის ფარგლები, მშვიდობიანად უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ისევ ჩვენ დაგხვევს უკან და ჩვენ გვეკისრება ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ამ ბრძოლაში, ამ მანქურთების ჩამოცილებაში ჩვენ არ დავაზიანოთ ის იდეაში, რისთვისაც ვიბრძვით და შემდეგ ამ ყველაფრის გამოსწორებას არ დაჭირდეს მე ათეულობით წელი. მაგრამ მე სხვა გზას ვეღარ ვხედავ გარდა იმისა, რომ მე კითხვის ნიშანიც მაქვს ძალიან დიდი, რას ვითხოვთ. მე ვერ ვხვდები ვის ვთხოვ არჩევნებს დღეს. აი, არ ვიცი, შეიძლება ცოტა არაპოპულარულ რამეს ვამბობ რა, მაგრამ მე არ მგონია, რომ არსებობს ვიღაც ლეგიტიმური ძალა, სუბიექტი პოლიტიკური, რომელსაც მე უნდა მოვთხოვო არჩევნები. არა, პირველ რიგში მე უნდა მოვითხოვო ამ ბოდიში და ვირიშვილების წასვლა იქ, სადაც მათი ადგილი არის, თვითონ მოძებნო, სად არის მათი ადგილი და შეიზღუდა მათი მოძრაობის ტრაექტორია მხოლოდ ჩრდილოეთით და შეიძლება აბუ-დაბიში გადაფრინდნენ ან ირანში, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება დღეს მე ვთხოვდე ირაკლი ღარიბაშვილს, de facto მმართველს არჩევნების ჩატარებას. აი აქ არის თავი და თავი რა. ამიტომ სანამ ესენი აქ არიან, სანამ ესენი ხლაფორთობენ და თამაშობენ ამ ბინძურ და დამანგრეველ თამაშს, არც ერთს ცალკეულ მოთხოვნას არ ექნება საფუძველი რა, ასე მგონია. ამიტომ მე მგონია, რომ ჩვენ უნდა გადავხედოთ, ჩვენ პირველ რიგში უნდა დავსხდეთ მაგიდასთან და ამისი შესაძლებლობების ნელ-ნელა იქმნება. ჩვენ 2 თვე 71 დღე გავატარეთ ერთგვარ იმპულსურ ფაზაში, მდგომარეობაში.
მაგრამ ამ იმპულსსაც ჰქონდა თავისი თვითორგანიზების გამოხატულებები და ეს 71 უნიკალური 71 დღე გავიარეთ ჩვენ უნდა გადავიდეთ ახალ ფაზაზე რომელიც იქნება უფრო კონსტრუქციული რომელშიც ჩვენ მოვახერხებთ საუბარს რაღაცებზე ჩამოყალიბებას და არ მინდა წინასწარ დავაანონსო მომდევნო დღეებში თქვენ ამის შესახებ გაიგებთ მაგრამ არის რაღაც ინიციატივები რომელიც გაგვიყვანს და ამიტომ მე ამას როდესაც ვსაუბრობ მე არ ვსახავ მხოლოდ პრობლემას მე ვხედავ გამოსწორების გზას და გამოსწორების გზა არის ჩემი აზრით კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებზე მინიმუმ ჯერჯერობით საუბარი და შემდეგ უკვე გადასვლა. ის რომ პოლიტიკოსები არ არიან მე ხშირად ვკითხულობ სხვათა შორის ამ კითხვას ხშირად ვეკითხები ხოლმე სხვადასხვა ადამიანებს და შესაბამისად ახლა თქვენი აზრი მაინტერესებს ის რომ არ არის ტრიბუნა ის რომ ვერ ვხედავთ სიტყვით გამოსვლებს ეს ამ პროტესტს ალამაზებს თუ პირიქით ეს ერთგვარი წუნი არის აი ამ მთელი პროცესის არა, მე მგონია რომ ალამაზებს და 71-მა დღემაც, ამიტომ გაიარა ასე შესანიშნავად, რომ ეს იყო უპრეცედენტო და მათ პრაქტიკულად ტარაბუა დავახვიეთ ჩვენ. ეძებდნენ პირველი დღეები, პირველი 2 კვირა განსაკუთრებით, ეძებდნენ გაგიჟებით, რომ ვიღაც ეგონათ რომ მართავდა, იმიტომ რომ მათი სტრუქტურა არის ამაზე, აგებული ყოველთვის არის ვერტიკალი. ვიღაცა მართავს მათთან, ანუ ვიღაცა რომელიც აი ვიღაცა მოჭიდავე იქნება თუ ვიღაცა მძლეოსანი რომელიც ზის პარლამენტში, იმან იცის რომ ვიღაცა არის ზევით, იქიდან ჩამოდის მის მიმართ რაღაცა მოთხოვნები და ამიტომ ეგონათ რომ აქაც ვიღაცა არის, მაგრამ აღმოჩნდა რომ არა, აქ არის ქართველი ხალხი, რომელიც განფენილია ჰორიზონტალურად და არის გადაქცეული ერთ რაღაცა ლამაზ ორგანიზმად, რომელიც საზღვრავს, ემოციურადაც საზღვრავს, პრაგმატულადაც საზღვრავს თავის ნაბიჯებს. მაგრამ ხო ყველაფერს აქვს თავისი დრო, თავისი გარდატეხები. ეხლა ჩვენ ვართ ეტაპზე, როდესაც შეიძლება არ გვჭირდება რაღაც გამოკვეთილი, გამოხატული ლიდერი, მაგრამ უნდა მოხდეს კონსოლიდირება და რაღაცა რაციონალურ აზრებამდე ჩამოსვლა, ჩამოქვეითება, იმიტომ რომ აი პირობითად მარშები თავიდან არ იყო ხო მარშების კულტურა და შემდეგ შემოვიდა უკვე მარშების კულტურა, მაგრამ ეს მარშების იდეა იყო ის რომ უნდა ყოფილიყო დღისით და მთელი ქალაქი და შემდეგ ალბათ მთელი ქვეყანა უნდა მოეცვა საპროტესტო მსვლელობებს დილიდან საღამომდე, მაგრამ ეს მარშებიც გადმოვიდა საღამოს, ხო? ამ ყველაფრის გადახედვა. იმიტომ რომ 70 დღეზე მეტია ეს პროტესტი გრძელდება და ძალიან რთულია დღის განმავლობაში იყო უწყვეტ პროტესტში. და ძალიან რთულია რომ სამსახურს მიიღო. კი ბატონო, მე ვერ წარმოვიდგენდი აი ამ ჩვენ არ გვახსენდება ხო ამ ხანგრძლივობის პროტესტი და ერთს გეკითხავთ კიდევ აი ხელახალი არჩევნები არ არის თქვენთვის გამოსავალი, იმიტომ რომ არ გამორიცხავს რომ იგივე სცენარი შეიძლება? არა, საბოლოო ჯამში ხელახალ არჩევნებამდე ჩვენ თუ ხელახალი არჩევნების მოთხოვნა, რაც აღნიშნეთ, არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან არ გინდათ, რომ არალეგიტიმურ ხელისუფლებას რაიმე მოთხოვნა. ნახეთ, აი მე ვხედავ საფრთხეს. ხედავთ თორე საფრთხებს იგივე სცენარის, ასე ვთქვათ, განმეორების არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში. აი პირობითად განვიხილოთ, დაგვინიშნეს არჩევნები, აი რაღაც მოელანდათ, შეეშინდათ, რა თქმა უნდა, ხო ეს იქნება მომენტი, როდესაც მათ შეეშინდებათ რაღაცის იმდენად, რომ ეს არის მათი შანსი და წავიდნენ დათმობაზე. რა ხდება ამის შემდეგ? ანუ ჩვენ მივიღეთ ის, რასაც ვითხოვდით, ხო მეტი მოთხოვნა არა, ნუ რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ტყვეების, რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება. ორივე მივიღეთ. რა ხდება ამის მერე? ჩვენ ხო მოგვიწევს რომ სახლში წავიდეთ, ანუ რაღაცა უნდა იდგე გარეთ, ხო? რა მოხდება ამის მერე? მოხდება შეხვედრებზე სიარული, განხილვები, იმიტომ როგორ ვაკეთებთ ამ არჩევნებს, როგორ ვაწყობთ. შეიძლება გადააყენონ კალანდარიშვილი, გადააყენონ სუსის უფროსი, შსს მინისტრი გადააყენონ, მაგრამ რა გარანტია გვაქვს, როდესაც ხელისუფლებაში არიან ესენი, ისე ვიღაცა ისეც არ დანიშნავენ, რომელსაც შეიძლება იმ მომენტში ვერა, მაგრამ მე აღმოვაჩენთ, რომ თურმე მათი კონტროლირებულები არიან, ხო? ანუ მე მგონია, რომ არის საფრთხე, სარისკოა ასეთ რაღაცაზე წასვლა, იმიტომ რომ თუ დღეს ეს დაგიკმაყოფილეს, არ გაქვს შემდეგ ბერკეტი იმისა, რომ შეინარჩუნო საპროტესტო მუხტი. საპროტესტო მუხტი სამწუხაროდ არ აგორდა, როდესაც არჩევნები ცხადად გაგვიყალბეს, ხო? უფრო პესიმიზმი შეგვეყარა და შემდეგ 28 ნოემბრამდე ჩვენ ვერ მოვახერხეთ კონსოლიდირება ისე. 28 ნოემბერს მოხდა რა? ცხადად დავინახეთ, რომ ამ ადამიანებმა პირდაპირ ვერბალურად გადმოგცეს ის
რისი ეჭვიც გქონდა მუდმივად, მაგრამ ვიღაცებს არ სჯეროდა. ერთგვარი შოკი იყო 26 ოქტომბრის შემდეგ. კი ბატონო და თამუნასაც მე კი ბატონო. იგივე საკითხზე, ხო? მე მაინც მგონია, რომ ის რაც ხდება ამ 70 დღის განმავლობაში, ეს უპრეცედენტო რამ, რა სოფლიოში, ჩვენთან საქართველოში კი არა, სოფლიოში არ მოხდა ასეთი რაღაც.